გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და ნათავარია უფალი იყოს ჩვენთან. გულახდილად გითხრათ, რაღაც 2 დღე დაგვრჩა და ჩვენ უკვე ამერიკაში გავემგზავრებით. და ამ ვიდეო ჩაწერა არ მინდოდა, მაგრამ ვერ მოვითმინე, იმიტომ რომ მაინც მინდა თქვა ჩემი სათქმელი. გუშინ ვიყავი ახალქალაქში. ეთი ჩემი მეგობრის ოჯახში და ამ ფიქრები მომივიდა, იმიტომ რომ თან გუშინდელი ამბავიც რომ მოხდა საქართველოში, აი რას ვიხსენებ, იცი, აი გუშინ ახალგაზრდა დანით რო იყო და პოლიციელებმა რო დაიჭირეს. მანდ იყო მთელი ამბავი ატეხილი და კომენტარებს რო გადავხედე, იმდენად მრავალფეროვანი კომენტარები იყო. მე გუშინაც ახალქალაქში რო ვიყავი და აი ერთ სიტყვით მოდი შევიდე ჩემ ოფისში, ჩემ კაბინეტში და იქ უფრო ჩამოყალიბდები და ჩემ სათქმელს ვიტყვი. ამაჩვით. ოფისში ჯობია, სიტყვა მაინც არის და აქეთ მაქვს პატარა ოთახი, ეს უკვე ჩემი მეუღლის ოთახია. ბავშვებს ამზადებს ხოლმე, მაგრამ მე მიყვარს ხოლმე აქ ჯდომა. იქ ხო მუშაობენ გოგოები და აქ უკვე ჩემთვის ცალკე ვარ ხოლმე, პასტა, ფურცელი და მყუდროთ ჯდები ხოლმე ამ ადგილას და ფიქრობ, აზრები გამომაქვს და ჩემს სათქმესაც წეღანას რო ვთქვი, აქ ვიტყვი. ეხლა როგორ არის საერთოდ ისტორიაში ცნობილია ხო, რომ ანტიკურ პერიოდში ვერ ვიხსენებ ის ფილოსოფოსი რო იყო იოკლიდე, ვერ ვიხსენე და სპეციალური კასრი იყო, კასში იჯდა და იქიდან არ გამოდიოდა. კაცო, რატო რა გინდა ამ კასშიო? აქ კასში რო ზივარო, აზრები კარგად გამომაქვსო. ონორე დე ბალზაკს ყოველთვის ქირაობდა ჭერში ოთახს, პატარა ოთახს და იქ ჯდებოდა და ღამე იწყებდა წერას, იმიტომ რომ ღამე ხო სიწყნარია და აი მაშინ მომდის რომ მთელი აზრებიო. კონსტანტინე გამსახურდიასაც ჰქონდა ოთახი, როგორც ვიცი, მისი მოგონებებიდან და ამ ფარდას ჩამოუშვებდა ხოლმე და სიბნელეში იჯდა და სიბნელეში წერდა. ნოდარ დუმბაძე ვიცი რომ 2-3 თვე მიდიოდა ხოლმე, განსაკუთრებით აგუძერაში, გულირიფშის რაიონი, სოხუმის იქ და 2-3 თვეში განერიდებოდა ხოლმე ოჯახს და წერდა იმ უნიკალურ რომანებს და ჩემ ვიდეოებში გახსოვთ, ალბათ მეც ხშირად მიხსენებია, ჩემი დეიდები ცხოვრობდნენ აგუძერაში და იქ ჰქონდათ ეს სადაჩი ადგილი და იქ მიდიოდა ხოლმე ნოდარ დუმბაძე 2-3 თვით, რომ მთელი კონცენტრაცია და მთელი აზროვნება იმ პერიოდში ჩაექსოვებინა. და ისე მოხდა, რომ მეც აგერთ აი ესეთი კუთხე მაქვს ჩემთვის. იმედია, სხვათა შორის უკვე ჩანაწერებს ვაკეთებ და ალბათ რაღაცა გამომივა. რაღაცა თუ როგორც გინდა ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ეს არის ჩემი სამუშაო ადგილი, სადაც საათობით ვარ და 1000 რაღაცაზე ვფიქრობ. ეს ახლა იმდენად პატარა ოთახია, რაღაც ჩვენ ხო გვიხუმრია, რომ აი ჯორჯის კაბინეტს არ გავს. იმაზე დიდი ფართი არ არის, მაგრამ თავარი კაი აზრები მოდიოდეს და სასარგებლო აზრები, რომელიც ჩვენი არხიდან გამომდინარე, ჩვენ ხო სულ მაგას ვიძახით, რომ ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, თუ რაღაცა სასარგებლო და სასარგებლო და გამოადგება ჩვენი არხი და ჩვენი გამონათქვამები ჩემ მაგალითზე იმ პიროვნებებს, ვინც უყურებს ჩვენ არხს. და არაერთხელ ვიტყვი, რომ თუ ვინმეს გამოადგება ჩემი ასეთი მაგალითები და აზრები, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები. ერთ სიტყვით წეღანას რა თქვი, 2 დღეში მივდივარ. მაგრამ როგორ ვამბობ წინა ვიდეო და როგორ ვამბობ ხოლმე, ჩვენ ასად არ მივდივართ, ჩვენ აქა ვართ და გინდა არ გინდა ვფიქრობთ და ჩვენ ასაც გიზიარებთ. მით უმეტეს ნებისმიერები
ადამიანი ვინც საქართველოში ცხოვრობდა ეს ქვეყანა გვიყვარს ძალაუნებურად ფიქრობთ ამ ქვეყანაზე და იქიდან გაგვარს და გვინდა რომ ჩვენი მომავალი თაობა ნორმალურ წყნარ ქვეყანაში ცხოვრობდეს და იმ მიმდინარე პროცესები რაც აქ ხდება ხდებოდეს ისე რო არ ზარალდებოდეთ და სამწუხაროდ ისე არ არის როგორც გვინდა და აი ამაზე მინდა ჩემი აზრი გამოხატო რა გამოსავალი უნდა ვნახოთ ეხლა წინა ვიდეოშიც ვამბობდი ხო როგორ არის პურმა უნდა აწყოს მეპურემ უნდა აწყოს პური მძღოლმა მძღოლ ყველამ უნდა აკეთოს თავის საქმე მაგრამ გამორიცხულია როდესაც შენ გარემო ანუ სახელმწიფო არ გიქნის ამის პირობებს ამ მდგომარეობაში გიშლის ხელს ძალაუნებრივად შენ ყოველთვის რეაქცია გექნება და სასურველია რომ ეს რეაქცია და ეს მოქმედება იყოს ჭკუასთან, ასთან და ბრძნულ გადაწყვეტილებასთან ძალიან ახლოს. ეს ვიდეო შეიძლება ისეთი დინამიური და აქტიური არ იყოს, მაგრამ ისეთ თემაზე უნდა ვილაპარაკო, რომელიც ალბათ უფრო საინტერესო იქნება და საინტერესო აუცილებელი. და მე მიმაჩნია, რომ ეს ჩემი აზრი აუცილებლად უნდა თქვა. ეს არის თემა საქართველო, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ყველანი ფიქრობთ ჩვენ ქვეყანაზე, ჩვენ სამშობლოზე. აქ მიმდინარე პროცესებზე და გული ვტკივა, მით უმეტეს გუშინ კიდევ მსოფლიოში ამდენი ქვეყანაა და ჩვენც მათ შორისა ვართ და ტრამპა ხო გამოაცხადა რაღაცა გაერთიანების აკეთებს გაერო სახით და რამდენიმე ქვეყანა შეიყვანა, გონი 80-90, სადაც რაღაცა ინტერესები უნდა გაითვალისწინონ და სამწუხაროდ საქართველოს მათ შორის არ არის. სამწუხაროდ თუ არა სამწუხაროდ, მაგას არ აქვს ნიშნობა, მაგრამ თითქოს ამოვარდნილია საქართველოს ყველა პროცესებისაგან, თითქოს აი უყურადღებოთ არის და გული წყდება და ატყდა ეხლა ამბავი ხო ოპოზიციური მეებში რომ ეს ასე არ იქცევია, ისე არ იქცევია. ფაქტია რომ თითქოს ამოვარდნილები ვარ და ზოგი ამას აცხადებს როგორც კატასტროფად, როგორც სასწაულად, ზოგი კარგად, ზოგი სასწავლებლად, არ ვიცი, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ფაქტიურად თითქოს იზოლირებულები ვართ და საქართველოს იღუპება. მეც მაქვს რა თქმა უნდა ჩემი აზრი და ჩემი აზრი თქვენ კარგად იცით. ძალიან მარტივად ასეთ სიღრმეებში არ შევალ ამ გეოპოლიტიკურ და რაღაც პროცესებში მე ერთი ვიცი რომ სამწუხაროდ ეხა იზოლირებულები იქნები თუ ისე იქნები თუ ასე იქნები ერთადერთი გზა ქვეყნისა და საქართველოს და ჩვენი საზოგადოების ის არის როდესაც არ დავიწყებთ უფლის გზებს ეს ბიბლიაც გვასწავლის და მაგალითები გვაქვს ბევრი და ხშირად მithქვამს როდესაც ებრაელების ისტორიიდან, ბიბლიიდან გამომდინარე, როცა ებრაელი ხალხი შორდებოდა უფლის ცნებებს, პრობლემებით იყო სავსე, როცა ახლოს იყო, ყველა პრობლემებს ჭრიდნენ და მეც დღემდე ასე მიმაჩნია, რომ სამწუხაროდ თუ რეალურად ჩვენ რაღაცნაირად ვისჯებით, მაგრამ ვისჯებით ღმერთი არ გსჯის, ღმერთი რაღაცას პრობლემას და რაღაცა დაბრკოლებებს იმიტომ გაძლევს, რომ გაძლიერდეთ და ალბათ ესე ჩვენი გასაძლიერებლად არის რომ დავფიქდეთ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი ხსნისა არის უფალთან ყოფნა, უფალთან, მის ცნებებთან და მის სწავლებებთან. მაგრამ ამას კი ვიძახით, მაგრამ ადამიანები ამას არ ვასრულებთ, მაგრამ ალბათ მოვა დრო, ჩვენ მივართ იმ დონემდე, რომ როცა შევასრულოთ, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ამჟამად დღევანდელ საქართველოში რასაც უყურებთ, ასე არ ხდება და ამას გულის ტკივილი და გულის როგორ ვთქვათ, ძალიან სინანულით ვამბობ, მაგრამ ღმერთი იმასაც გვეუბნება, რომ მე ისე დაბრკოლებებს და ისე პრობლემებს არ შეგექმნი, რომ ვერ გადალახო. ამისთვის საჭიროა უბრალოდ დაფიქრება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. აი, ძირითადი ხაზი თქვით და ეხლა უკვე გადავიდეთ კონკრეტიზაციაზე. გუშინ წეღანაც რო თქვი ალბათ ყველამ ნახეთ ხო ეს ახალგაზრდა კაცი დანით დარბოდა და პოლიციელებად დაიჭირეს 1-2 მოხდა კიდევაც
ნუ ეს კადრები ყველას გაქვს ნანახი, მაგრამ გადავხედე კომენტარებს და ნუ იქ იყო რომ ასეთი ამბავი ამერიკაში რომ მოხდეს ეს კაცი მკვდარი იქნებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი იძახი, ვაიმე პოლიცია რა საზიზღარი, ასე როგორ შეიძლება, მერე იქო პოლიციამო ამდენ კაცო ერთი კაცისთვის ვერ მოულიათო, ნუ ერთი სიტყვით იმდენი აზრი იყო დადებითი, უარყოფითი და სხვათა შორის მეც ჩემი პირადი გამიკვირდა, რატო ასეთი ესე იგი ისეთი მრავალფეროვანი აზრები იყო, ზოგი პირდაპირ ვიტყვი სულელური, ზოგი ჭკვიანური, ზოგი რეალური, ზოგი აი პოლიტიკურად სიძულვით შეპყრობილი და აი დავფიქდი და მეც წეღანაც რო თქვი რომ ახალქალაქში ვიყავი მეთქი და ბარემ ამასაც გავიხსენებ, რომ ჩემი ცხოვრებიდან მინდა ეს მაგალითი ამოვიღო და რისკი მიყვა საუბარი როგორ გავაკეთოთ, ესე იგი როგორ საზოგადოებაში ვართ, აი წარმოიდგინეთ და ჩვენ ეს საზოგადოება ამ სახელმწიფოშია და აი ესეთი მრავალფერო აზროვნები და ფაქტი ზოგადად რომ ჩვენ საქართველოში ერთი აზრი ვერ ჩამოგვიყალიბებია, ერთი მიმართულება ვერ ჩამოგვიყალიბებია ნებისმიერ სფეროში. ნუ თავისთავად ახლა პოლიტიკას გულისხმობ, მაგრამ პოლიტიკა რა განსხვავებაა ჩვენი სამშობლოა და ელემენტარულ იმ კომენტარებსაც რო შეხედა, მე ფიქრობ, აი მე ეს რა გჭირს და ეს აი ხშირადაც გვითქვია, ხო, ისტორიულადაც ქართველებს ვერასდროს ვერ რაღაც საერთო იმას ვერ პოულო და ისტორიასაც შეხედეთ, ამ პატარა ტერიტორიაზე ერთი მეფე თბილისში და მეორე ქუთაისში, მესამე ახალციხეში, იქით თელავში, ამ პატარა ტერიტორიაზე თავისი აზრებს და იმებს ვერ ვაერთიანებდი და სული ვიყავი ციოქში და ვაი ვიშვიში და დღემდე გრძელდება. და ეხლა ძალიან უნდა ფიქრობ, აი თქვენც ხო ფიქრობთ, აი რა უშოროთ ამ ქვეყანას და აი მე უყე ჩემებურად, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე და მე ეს რო არ თქვა, ნუ მაშინ რა არის ჩვენი არხის მნიშვნელობას რა ეხლა ჩვენ პოლიტიკური არხი არა ვარ და ის არა ვართ, მაგრამ რახან უკვე ჩვენ არხს ბევრი ხალხი უსმენს, რაღაცა აზრი უნდა ჩამოაყალიბო და ამ ჩამოყალიბებაზე მინდა ვილაპარაკო რა უშველის ამ ჩვენ ქვეყანას და მოდი ამ სიტყვას ვიტყვი და მე განვავცო რატო ვამბობ ამას. ჩვენ ქვეყანას უშველის რეფერენდუმი და აი ამ სიტყვას უკვე გავშიფრავ და შეუსაბამებ ამ ჩემ პირად ცხოვრებას და მიმდინარე პროცესს, რასაც ქვია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. სიტყვა რეფერენდუმი არის ლათინური სიტყვაა და ნიშნავს გადასაწყეტად გადაცემული საკითხი. ანუ მე ცოტა განვითარდა და ესე იგი თავრობა მართველი ხელმძღვანელობა ეკითხება ხალხს, ანუ კენჭისყრაზე გაცემული ანუ პირდაპირ კენჭისყრა რა, ეკითხები ხალხს, ხალხი რასაც გადაწყვიტავს, მე იწყებ მოქმედებას. ეხლა ალბათ კითხავ საიდან მოვიტანე ესა და აი ახალქალაქში რო ვიყავი, აი მე ხშირად მithქვამს, რომ აი ხშირად არის ხოლმე, რომ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ვამბობ ხოლმე, რომ იდეალური წყობა სახელმწიფოსთვის სად მიგაჩნია და მე მithქვას, რომ საკანი და ციხე, იმიტომ რომ იქ ადრეც მაქვს ნათქვამი პატარა ოთახში ზის 20 კაცი, ზოგი ქურდია, ზოგი მამაძაღლია, ზოგი ცისფერია, ზოგი კაცის მკვლელია, მაგრამ ყველა მიცის თავისი ადგილი და 100 წელი ის ქურდი ცოტა მოძველბიჭო და ძლიერი ადამიანი იმ ცისფერს შეურაცხყოფას არ მიაყენებს, იმიტომ იმ ხაზს არ გადალახავს, არ ცისფერი გადმოლახავს, არც მკვლელი, იმიტომ ყველა მიცის რაღაცა ხაზი და ამ ხაზს არ უნდა გადალახო და არის იდეალური სიწყნარე და სიმშვიდე. და ალბათ სახელმწიფოშიც ასე იყოს, ალბათ არც ერთ სახელმწიფო, ყველა სახელმწიფო იქნება ბედნიერი და მით უმეტეს საქართველო. მაგრამ ეს არის ურთიერთობა. მაგრამ არის ისეთი მომენტები, როდესაც უნდა გაითვალისწინო ხალხის ნება, ხალხის სურვილები და
თქვენ იცით რომ ყველა პოლიტიკოსი გამოდის ხალხის სახელით, მაგრამ ფიქრობ რა ხალხი საიდან მოყავს ეს ხალხი და ის პოლიტიკოსი და ის საზოგადო მოღვაწეა ძლიერი ისტორიიდან გამომდინარე, ვინც ზუსტად ხალხის ინტერესებს და ხალხის აზროვნებას გადმოსცემს, მაგრამ სამწუხაროდ ისტორიაში ისე ხდება, რომ აი ხშირად ვამბობ, ქურდების სახელმწიფოა, ქურდების ქურდული გაგებით მიდის ეს ამბავი, მე ძლიერი ვარ, აი რაც ახლა დღევანდელ მსოფლიოში ხდება, ხო? ერთი დიდი ქურდი ტრამპის სახით, მეორე ქურდს ეკამათება იმას აქვია პუტინს სიტყვაზე და მიდის გაწამაწია რაღაცა მიზნების და ამის გულისთვის, მაგრამ ვერც ერთი ქურდი, ანუ საბოლოო ჯამში თუ ამ წესს გადაუხვევს, თავის მიზანს ვერ მიაღწევს. ეხლა საიდან სამ გადავიდი, მაგრამ დამოვიწყოთ ისე თქვა მინდოდა და ჩემ ისტორიას მოგიყვებით. მოგეხსენებათ საკანში რო ვიჯექეთ, მომიწია ქურდების საკანში ჯდომა. და იქ თავისთავად იყო იდეალური მდგომარეობა, მაგრამ იყო იმ საკანში ერთი მოხუცი ადამიანი, სომეხი ეროვნებით, ბიძია კარენას ვეძახდით. ძალიან ავტორიტეტი იყო, არაფერს ქურდი რაღაცა თავის ცხოვრებისეული მაგალითებიდან, მოხდა ისე რომ, მაგრამ იმდენად ბრძენი, იმდენად ჭკვიანი ადამიანი იყო, ის ქურდის რომელიც ჩვენ საკანში იყო, რაღაცა გადასაწყვეტი თემა რო იყო, ბიძია კარენასთან მიდიოდა. განათლებული იყო, მასწავლებელი იყო თავის რაიონში, ახალქალაქში და ისე კარგად ჩამოაყალიბებდა, უბრალოდ ისე თქვა მინდა რომ მეც რომ მქონდა მაგასთან ურთიერთობა, მაგი მეუბნებოდა კაკოჯან, ასეთი აქცენტი ქონდა, ქართული კარგად იცოდა, ყოველთვის უნდა იცოდე ხალხის ნება, სურვილი და იქიდან გამომდინარე მე რო უკვე სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებო და ჩვენ საკანში ხო იყო ორი ქურდი ყავდა და აი იმათაც უჯახა ხო ხოიდა ხო ქურდი რო ხარ ძმაო ძალაც გაკი მაკაცები ყავს ისა ყავს ესა ყავს და ეხლა ვიღაცა იქ ვიღაცა მუჟიკი და ვიღაცა ცისფერი და არა და რაღაც მომენტებში ამ ქურდსა და რაღაც რო ვერ გაერკვეოდნენ ხოლმე სიტყვას მიდიოდნენ ბიძია კარენასთან და იმისგან რჩევებს იღებდნენ და ეხლა რო ხარ შენ ძალა რო გაქვს და ის რო გაქვს რაღაც ზოგჯერ სისხლი გაწვება და ამით აშოშმინებდა და იყო იდეალური სიტუაცია და ამ პერიოდში მე მახსოვს ზონაში ხონის რაიონში ზონაც იყო იქა და ეს ჩემი თაობის ხალხს ახსოვს ალბათ რომელი წლები 90 იმ ზონაში მოკლეს ქურდი ესე იგი ზონაში ხარ ხა დადიან რაღაცა და მოკლეს ქურდი და ეს იყო სასწაული ამბები როგორ ქურდი როგორ მოკლეს ვინ მოკლა რა მოკლა და მიდიოდა ამაზე საუბრები ხო და საბოლოო ჯამში ხა მე ბევრს არ ვილაპარაკებ და რომ მივედით ამ ბიძია კარენასთან ჩვენ საკანშიც იყო ამაზე გარჩევა და იცით ქურდი ხარ ძლიერი ხარ ისა ხარ მაგრამ ყველაფრის უფლება არ აგახ იმიტომ რომ შენ კი ხარ ქურდი მაგრამ აქეთ არის 50-60 კაცი თავის ინტერესები და ის ამ ადამიანებს საერთო ინტერესები აქვს და შენ რომ ამ საერთო ადამიანების ანუ ხალხის ინტერესებს დაუპირისპირდები შენ რაც არ უნდა ძლიერი იყო და რაც არ უნდა მაგარი იყო ვერ გაიტან შენს ეხლა მადვიდო ქურდის მოკლა როგორ შეიძლება იმის მოკლა რო შეიძლება მაგრამ არა ხალხის ნებას ბოდიში შენი ცხოვრება გაქვს მაგრამ ყოველთვის უნდა გაითვალისწინო ხალხის ნება და ხალხის სურვილი იმიტომ რომ ერთადერთი ძალა თავისთავად ეხლა უფალი რასაც გეუბნება ეს ამას წყალი არ გავა მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები არ უსმენთ ამას მაგრამ მე უკვე ადამიანური პოზიციიდან გამომდინარე რომ პრობლემა გადაჭრა უნდა ყოველთვის მისდიო ხალხის ნებას აი ეს როგორ მახსოვს 18 წლის ვიყავი და აი ეს სწავლებაც არ არის რეალობაა და ბიძია კარენას სიტყვები ეს მახსოვს ხალხის ნებასო შენ ვერაფერს ვერ უზავ და მე უკვე გარდაიცვალა როდესაც 90-იან წლებში გარდაიცვალა მაგრამ იმ ხელა შტაბის-წლება დატოვა ჩემში და საბეკრა ფაქტობრივად მის საფუძველზე მეც მივყვები მის ასე თქვა ცნობიერებას და აი მის შთამომავლებთან ვიყავი ახალქალაქში და
ისეთი იდეალური ოჯახია, ეს სწავლება მის ოჯახში დიდი ოჯახია. სამი შვილი ყავს, გონი შვილიშვილები ერთი ძალიან ბევრი არიან და სულ რო გაიგებენ ხოლმე მე თბილისში ვარ, ჩამოდი და აი მეც მანდ ვიყავი და კაი ის იყო, მაგრამ აი სული რომ ხალხის ნება შენ ვერ გადაუხვევ და არ გეგონოს რაღაც იმ მომენტში აი იძნობა და აი რისკენ მიყვარს საუბარი რომ ფაქტურად აი ეს ხალხის ნებაც იცით ანუ რეფერენდუმი ასე პოლიტიკურად რო ვთქვათ არის აი როგორი ამბავი იცი აი მაგის გარეშე არ ვიცი და ეხლა გადავხედოთ ამ რეფერენდუმის ისტორიაში პოლიტიკაში და სამწუხაროდ ბევრს ეს რეფერენდუმი არ მოსწონს იმიტომ რომ ქურდული მაგათ ავიღოთ პოლიტიკაში ეხლა ეს ტრამპი კი იქაჩება ის გრენლანდიაზე ამაზე ვითომ ძალა გაქვს მაგრამ გამორიცხულია რა იმიტომ რომ ის გრენლანდიაც მე გადავხედე ისტორიას რეფერენდუმის საშუალებით მოხდა ჯერ ნორვეგიას ეკუთვნოდა მერე დანიას ხალხის ნებით მერე ამერიკამ რამდენჯერმე უთხრა რომ მომყიდეო დანია არ აძლევს და ეხლა უკვე კუნთებზე იყურება და რაღაც მიზეზები მოაქვს მაგრამ აქედან ეს ქურდული ის არის ქურდული ახლა ქურდს არ ვიძახე ეს მაფიოზურია ახლა მე ძალა ახლა დანიამ რა უნდა გაუკეთოს ამერიკას ხო და ეხლა მე რაღაც მაიმუნობენ და რაღაცები იქით ახლა ისე ამერია სიტუაცია მაპატიეთ მეგობრებო მაგრამ ეს ძალადობით გამორიცხულია რაც არ უნდა ძლიერი იყო აი თქვენ დაიმახსოვრეთ რა კი შეიძლება ტრამპა დაითრიოს ამ მომენტში ძალით ეს გრენლანდია მაგრამ არ გამოუვა იმიტომ რომ ყველანაირი იმას ეწინააღმდეგება ეხლა ვენესუელაში რო აიყო რა იქ პრეზიდენტი რა იმ ხალხს გაუპირისპირდები ვენესუელაში კი შეიძლება მაგათი ის რა ქვია მადურო მაგათი საყვარელი არ იყო მაგრამ შენ რის წინააღმდეგ ხალხის წინააღმდეგ მიდიხარ და ყველაფერს გვერდზედებ და კაი ამას გადავიდე და რეფერენდუმზე მინდა ვილაპარაკო და გავაგრძელო და გავიხსენოთ ისტორიული მომენტები. ეხლა მოგეხსენებათ ბევრი ქვეყანა თვითონ ამერიკაც რომის იმპერიის სამართალზეა აწყობილი ფაქტიურად და რომის იმპერია ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყანად ითვლებოდა და მოგეხსენებათ იყო არისტოკრატია, იყო ჩვეულებრივი ხალხი, იყვნენ მონები და პლებეები ტარდებოდა ხოლმე რა. პლებეები რა არის, რომ ესე იგი არისტოკრატია განსაკუთრებული ხალხის სიმდიდრი დემით იყვნენ ცალკე და ამ არისტოკრატიული წრიდან ხდებოდა რომის იმპერიის იმპერატორები, მაგრამ იყო პლებეები ტარდებოდა ვაჭრებში, მებში, ხელოსნებში, იმეებში და პლები, ანუ ეს რაღაცა არჩევნები ჩატარდებოდა პლებეების სახით, ანუ რეფერენდუმის სახით და ამ გადაწყვეტილებას, ანუ ამ ხალხის გადაწყვეტილებას მე მოახსენებდნენ არისტოკრატები და მე არისტოკრატები ან ითვალისწინებდნენ, ან არ ითვალისწინებდნენ, მაგრამ ბოლოს სიტყვა მაინც არისტოკრატზე იყო, არისტოკრატებზე იყო, არისტოკრატების სახე იყო იმპერატორი და კეისარი. იყო ისტორიაში რომ პლებეების წარმომადგენლებიც გამხდარან, რა ქვია, იმპერიის იმპერატორები, მაგრამ იმდენი მას არა, მაინც ბოლოს სიტყვა იყო არისტოკრატების, მაგრამ რაღაცა დემოკრატიული სახე ჰქონდა. ხო, პლებეებმა სულთა რეფერენდუმი არ იყო. სულთა რეფერენდუმი, აი ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია, ახლა ისტორიას გადავხედე, პირველად ჩატარდა საფრანგეთში 1500 რომელიღაცა მეფე, რაღაცა მიწის გადასაწყვეტი იყო, მიწას ვერ იყოფდნენ საფრანგები და გერმანელები და ეხლა მეფეა რა, მეფე ხო იცი რომ მაინც ერთპიროვნული მმართველია და ასე ჩაატარა რეფერენდუმი, ხალხს კითხა და რაც ხალხმა გადაწყვიტა, ისა რაც ხალხმა დააფიქსირა თავისი აზრი, ისე გადაწყვიტა. ამის შემდეგ ძალიან ბევრჯერ ტარდება რეფერენდუმები ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ ძალიან ბევრს მაინც არ მოსწონდათ, იმიტომ რომ აქ უკვე სხვადასხვა არისტოკრატი მაინც ხო იცით დიდარი და ფინანსური ინტერესები არ აწყობდათ და ეხლა შეიძლება ასეთი რაღაცა თქვას ადამიანი, მაშინ არჩევნებიც ხო ის არისო, პლები რა განსხვავებაა რეფერენდუმსა და არჩევნებში? არჩევნებში შენ ადამიანს ირჩევ. რომ შენი
მიმდინარე პროცესები სამეურნეო და ასე პოლიტიკური უნდა აწარმოოს დეპუტატის სახით თუ პარლამენტარის სახით თუ მეფის სახით თუ მეფეს არიჩებდნენ ახლა მეფე ბოდიში ცოტა ისე მომივიდა კანცლერი და ასე რამე მაგრამ რეფერენდუმი უკვე აზრია და ამ რეფერენდუმს თუ კანონმდებლობრივი სახე მიიღო ესე იგი კანონმდებლური არის აი ხალხმა კითხვა დაისვა ხალხს კითხეს ხალხმა გადაწყვიტა რომ უმეტესობა ასე სრულდება და ეს კანონი უნდა შესრულდეს და ბევრ ქვეყნებს ეს არ მოსწონთ და აი მაგას გეტყვით რატო და იმიტომ რომ ბოლომდე მაინც ხალხს არ ენდობიან აი თუნდაც ახლა 21 საუკუნეში აი ახლა ტრამპი რო გახდა პრეზიდენტი პირველად ჰილარი კლინტონს რო რა ქვია მოუგო გახსოვთ რო გახდა პრეზიდენტი სინამდვილეში არ მოუგია ჰილარი კლინტონმა მოიგო მაგრამ იქ შტატებში რაღაც 300-400 კაცია რომელსაც ბოლო სიტყვა ეკუთვნის რა და აი ამ 300-400 კაცით მოუგო ტრამპმა ჰილარეს და ზოგმა ვერ გაიგო ეს რა ხდება რა არის და იმიტომ რომ ეხლაც ამბობენ რომ ხალხი ბოლომდე კარგად არ არის გარკვეული და გარკვეული სპეციალური ადამიანები კი ხალხს ეკითხებიან მაგრამ ბოლოს სპეციალური ადამიანები არიან ვინც ეს გადაწყვეტილება სწორად უნდა მიიღოს და ამ სპეციალური ადამიანებით არ ვიცი როგორ ირჩევს 300-200 კაცია ყველა შტატში იმათმა მისცეს ხმა ტრამპს იმიტომ რომ ჰილარსა და ტრამპს შორის იყო ძალიან ასეთი ახლო ისა თითქოს თანაბრად იყვნენ მაგრამ ამ რას ეძახიან და ამავეწთან ხუცესს რაღაცა ქვია და იმის ნებით გადავიდნენ იმის ამათი ნებით ტრამპი გახდა პრეზიდენტი და იგივეა ხო რომის იმპერია წეღანაც რო ვთქვი ის ხალხი აირჩევდა მაგრამ აქეთ არისტოკრატები მაინც თავისებურად წვრიტავდნენ რა და იმიტომ ვთქვი რომ ამერიკა რომის იმპერიის სამართალზეა დაფუძნებული ისე ისტორიას რო გადავხედოთ, აი ზოგადად პარადოქსიც არის რა, ხო ეხლა თვითონ მართალია ხო, სწორი უნდა იყოს, ხო, რახან ხალხი გადაწყვიტავს, ისე უნდა შესრულდეს და მიუხედავად აი ესეთი ჰუმანური და სამყაროში ხო, ჩვენ ასე ვიძახით, რომ ჰუმანიზმისკენ მიდის და იმისკენ მაინც ბევრი ქვეყანა რეფერენდუმის აზე არ მიდის. და ერთადერთი ქვეყანა ერთადერთი არა რამდენიმე ქვეყანა და ყველაზე განსაკუთრებით არის შვეიცარია რომელიც აი რეფერენდუმების როგორ ვთქვათ მეფე ცუდი სიტყვა ლიდერია მაგ თემაში და შვეიცარია, ნიდერლანდები, ჰოლანდია, ავსტრალია და ზელანდია და იტალია პერიოდულად. აი წარმოიდგინეთ თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნებია რომლებიც რეფერენდუმზე მართავენ სახელმწიფოებრივ პრობლემებს. აი წარმოიდგინეთ ისრაელი, ხო ისრაელი როგორი ქვეყანაა, ეხლა მე ებრაელები ეხლა მაგათ ჭკუვი და იმით ჭკვიანები არიან, მაგრამ რეფერენდუმებს ატარებენ, მაგრამ ისეთი აქტიურობით და ისეთი არა, რაღაცა არის, მაგრამ მაინც არის ისეთი დინებები, რომელიც ბოლომდე რეფერენდუმს არ ეყრდნობიან. პარადოქსია მე რომ მკითხო, იმიტომ რომ ეხლა ისრაელი დემოკრატიული ქვეყნად ითვლება, მაგრამ თლად ისეც არ ყოფილა, იმიტომ რომ ფინანსური და ისეთი ინტერესები, რომელსაც უბრალო ხალხი ვერ გებულობს, ასეხსნიან. იმათმა უნდა გადაწყვიტონ, იმიტომ რომ ჩვენ ქვემოთ ვართ, ისინი ზემოთ არიან და აი ესეთი ხედვა ისრაელი, რომელიც ითვლება დემოკრატიის, მაგრამ ბოლომდე დემოკრატია არ არის, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ამებსაც უხვევენ. და ასეთი პარადოქსული სიტუაციაც იქნება, აი ხო იცით ახლა ხო არის თეორიები, რომ უხილავი ძალა მართავს ის ძალები და ბოლომდეც არ უნდათ, იმიტომ რომ კი იძახიან დემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ ამ რეფერენდუმის გვერდზე გაწევაც არ უნდათ, იმიტომ რომ თუ რეფერენდუმი გაწიე და ისე გააკეთე შენ როგორც გინდა, აი დემოკრატიას ბოლომდე ვითომ კარგავს და იძახიან ხოლმე რეფერენდუმი ჩვენ ვატარებთ, მაგრამ ვატარებთ მნიშვნელოვან საკითხებზე, აი მაგალითად კონსტიტუციის მიღებაზე, ან დამოუკიდებლობის მიღებაზე, ან ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივ თემაზე. მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი მართველებს მაინც არ მოსწონთ ეს რეფერენდუმით
რეფერენდუმის გადაწყვეტილებით მართვა სახელმწიფოების, რაც არ უნდა დემოკრატიული იყოს. აი, კარგად რომ ჩაწვდები, ეს რეალობაა. მაგრამ არის ქვეყანა შვეიცარია, რომელიც რეფერენდუმების ლიდერია წელიწადში. ეხლა სტატისტიკურ იმას გადავხედე, 5-6 რეფერენდუმი ტარდება ქვეყანაში. რეფერენდუმი თქვა იქ რაღაცა გზის გაყვანაზე, კონსტიტუცია იმებს არ ვიცი, ყველა თემებში სულ რეფერენდუმს ატარებენ და მაგალითად ხარ ქალაქის მერი და რაღაცა საკითხი გადასაწყვეტი და ეხლა შენ კი გინდა, მაგრამ არა, ის იმდენად არის ეს განათლება და მიღება ეს წესი იმდენად არის მიღებული, უცბად რეფერენდუმს ჩაატარებენ, ეს გზა უნდა გავიყვანოთ, თუ არ გავიყვანოთ და იმ შედეგს რომ მიიღებენ, ნებაიბოძე შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ იმ რეფერენდუმის გადაწყვეტილება უნდა შეასრულო და პოლიტიკოსისთვისაც ადვილია რა, რომ დაფიქრდე ეხლა შენ უნდა იყო კაი შემსრულებელი, ეხლა ვიღაცის ინტერესები და იქიდან გამომდინარე აღარ უნდა, კი, შეიძლება თქვა სიტყვაზე 100 კაც უნდა, რომ 100 კაცი და 80 კაც უნდა რაღაცა სიტყვაზე რაღაცა შენობის აშენება, 20 არ უნდა. 20 არ უნდა, მაგრამ რახან ჩატარდება რეფერენდუმი, 80 კაცის ნება უნდა შესრულდეს. იმ 20 კაცმა რა ქნათ, უნდა შეეგუოს, რახან რეფერენდუმია და იმ 80 კაცმა გადაწყვიტა, უნდა მიყვეს. და არ უნდა დაიწყოს იქიდან ვიღაც უცხო ძალების მოყვანა და იქიდან ჩალიჩი და ამ 80 კაცს გადააცვლევინო მთელი ეს გადაწყვეტილებები. მაგრამ ფაქტია, შეადარეთ ეხლა შვეიცარია და ზელანდია, ავსტრალია. კი, როგორ არის ახლა ბუნებრივი ადამიანები ხარ, ყველას აქვს თავისი აზრი და თავისი ფიქრები, მაგრამ თუ რეფერენდუმი გადაწყდება, ბოდიში და ყველამ უნდა შეასრულოს ის, რაც შესასრულებელია. საქართველოში ჩატარდა ხო რეფერენდუმი ერთი მახსოვს 1991 წელს ზვიადის დროს რომ საქართველოს უნდა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა და 2008 წელს ნატოს შესვლაზე არ შესვლაზე. იმის შემდეგ არ ჩატარებულა ხო? ახლა რეფერენდუმი ნატოზე შესვლაზე არ შესვლაზე თუ ადრე 2008 წელს ჩვენ სხვანაირად ფიქრობთ, მე დარწმუნებულია ეხლა რომ ჩატარდეს სხვანაირად იქნება. იცვლება ეხლა 100 სხვადასხვაობა, მაგრამ მე ისი თქმა მინდა რომ და რისი მომხრევა და ამ ვიდეოს რატო უძღვნი და შემდეგში რომ აი ჩვენ ერთადერთი მე ასე მიმაჩნია და ალბათ სწორი ვარ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, რაც ქართველები და ვერ თამხდებით ვერაფერში რა. აი რითი დავიწყე ვიდეო ეხლა ის ბიჭი დანით რო იყო და პოლიციელმა მან უნდა გადაწყდეს რომ აი ზოგადად ახლა ხო თქვა აი რაც იქ ბიჭს მოუვიდა იქ ახლა პოლიცია ამერიკა რო ყოფილიყო ეს კაცი იქნებოდა მკვდარი. ეხლა უყურე რა ხდება, უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი რომ პოლიციელი არის სახელმწიფო წარმომადგენელი, ხო? იმას თუ დაარტყავ თუ დააშინებ თუ რაღაცა ეს უნდა გადაწყვიტოს ხალხმა, უნდა დაისაჯოს თუ არ დაისაჯოს. თუ ეხლა ის რო არის მზიამაღლობელი რო არის და ხელი გაულაწუნა და არა ის მაგარია და ისა და ზოგი ასე ფიქრობს, ზოგი ისე ფიქრობს. კაი იფიქრე, მაგრამ მოდი ჩავატაროთ რეფერენდუმი. ავიღოთ შვეიცარიის მაგალითი. შვეიცარიას ამდენია მგონი 5 მილიონი. სხვათა შორის, ეხლა მე ხომ მიდივარ ამერიკაში და მე იქიდან რომ მოდივარ, ციურიხში უნდა ჩავიდე და ალბათ აი იქაც გავილით, გამოვიდით და ამას ყველაფერს მაშინ უფრო ვიტყვი და აი რისი თქმა მინდა ისეთ უნდა ვიყოთ რეფერენდუმით. რა ვიცი, მე ამას სხვანაირად ჩვენ ვიქნებით სულ ასე ყაყანში. გადავხედოთ ჩვენ ისტორიაში, ჩვენ გვი აი ჩვენ ეხლა ხო არის, ჩვენ გეხა გვინდა სტალინი გვიშველის, დავით აღმაშენებელი გვიშველის, ის გვიშველის, ეს გვიშველის, ნატო გვიშველის, ამერიკა გვიშველის. აიღე და ჩაატარე ეს რეფერენდუმი, რა უნდა? აი თუნდაც ეხლა მე ჩემთვის ტკივნეული და დარწმუნებული ვარ, არის შეიძლება მე ვწდები. აი ეხლა ეს არაბიზაცია რო არის და ესე ჩაატარეთ რეფერენდუმი, ჩაატარე და თქვენ მაგინებლები სხვა გეყოლებია. მე დარწმუნებული ვარ, რომ 3 მილიონი ქვეყანაში 2 მილიონი ადამიანი იტყვის, რომ ეს მშენებლობა არ გვინდა. მაგრამ არა, იმიტომ რომ ვიღაცის ინტერესის, ვიღაცა ფულის გამო ამას არ გააკეთებს. ეხლა ხელმოწერაც ხო თავისებური რეფერენდუმია და წინა ვიდეოში რო ვამბობდი, ამდენი სრულების შემდგომ აი ეს რო ჩაატარო რეფერენდუმი და
ხელწერილები მოაგროვო, იმას ვერ განახორციელებ, რაც ისაა და რაც ის მოყვება და რა მოყვება და ეს თუ უნდათ არეულობა და დარეულობა, რა ვიცი. ნუ ეს სხვა თემაა და ისე და ისე ვიძახი მეგობრებო, ამდენ თქვენ დიდი ვიდეო გამოგვივიდა. მოდი რა, ავიღოთ შვეიცარიის მაგალითი და შეადა ჩვენ ხო გვეძახიან საქართველოს შვეიცარია ბუნებით, იმით. ჩავატაროთ რა რეფერენდუმი. თუ ქურდები და ციხეში და ზონებში და იმას აგვარებენ. ზოგადად ხო პატიმარი და დამნაშავე რაღაც ხალხია, მაგრამ ისინი თუ აგვარებენ იმ სიწყნარის და სიმშვიდის მოპოვებას საკანში და ზონაში, სახელმწიფოში, სადაც ამდენი თავისუფლება, ამდენი განათლება, ამდენი თავისუფლება და იმათ მე ვერ უნდა მოვახლეხოთ. რა ვიცი, აი ამით მომიდოდა ჩემო მეგობრებო. მე წერანას თქვი, რომ ყველაზე სწორი გზა არის ღმერთთან ყოფნა, მაგრამ სამწუხაროდ ეხა ზოგი ათეისტია და არ ჯერ ამ ღმერთის და არ უნდა, მაგრამ როდესაც რეფერენდუმი ჩაატარებ, ვერამ წინააღმდეგოს ვერ გაგიწევს რეფერენდუმიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას და მოქმედებას რო დაიწყებ, ის იქნება უკვე კანონდარღვევა. ესე იგი, ისეთი მითქმა მინდა, რომ ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, რომ რეფერენდუმებზე იყოს დამყარებული. აი ამის თქმა მინდოდა მე. ეხლა ზოგი იტყვის, რომ ეს უტოპიაო, ეს არ შესრულდება, იმიტომ რომ რეფერენდუმიც იქნება გაყალბებული, მაშინ გამოსავალი არ ყოფილა მთავარია ჩვენ მოვინდომა და რას ვითხოვთ ამისთანაც და მე პირველ რიგში ყოველთვის წეღანაც ხო ამბობდი მე პურემ უნდა გააკეთოს თავისი საქმე პური, მაგრამ ეს არა ისეთი თემაა, რომ რა ვიცი, რას ვითხოვ ეხლა ჩატარდეს რეფერენდუმი ყველა საკითხებზე. ავიღოთ შვეიცარიის მაგალითი და რა ქვეყანა აშენეს, იმიტომ რომ ჩვენ იმის ხარეს, ამის ხარეს, იმის ხარეს, ხალხი ხო იცით ძენია და ყველა პოლიტიკოსი მაგაზია ხალხი, მაგრამ მაჩვენე რომელი ხალხი გიჭერს ხარს და თუ მაჩვენებს რეფერენდუმიდან გამომდინარე ვერაფერს ვერ გეტყვის. აი თუნდაც ეხლა მაგალითად ხო არის ახლა დასავლეთი ამას გეუნება, ის იმას გეუნება. შენ ხო პოლიტიკოსი ეთქვი, აი მე რეფერენდუმის საფუძველზე მოქმედებ ასე. და ამიტომ შენ მაიძულებ იმას გამაკეთებინე ის შერაძგინდა გეოპოლიტიკური მიმართულებიდან გამომდინარე და რა ვიცი, მე მიმაჩნია ეს ყველაზე ნაღდა და სწორ გზა. მიმაჩნია კი არა დარწმუნებული ვარ და რა ვიცი, ხა ეს ჩემი პატარა ვიდეო თუ როგორ არის, ხო იცი, თავრე მარცვალი დათესო, მარცვალი და მე ყოველთვის ამას ვიმეორებდე და ჩემი ცხოვრებაც ასეა, ჩვენ ხო არ ვიცით ხვალ ზეგ რა გველოდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი მსმენელი, ჩვენი მაყურებელი ამ არხისას ყოველთვის ეცოდინება ის, რომ მე აკაკი გეგენავა და არა მარტო აკაკი გეგენავა, ჩემ მომხრეებს და ესე ვიძახი, ჩვენ მაყურებლებს ყოველთვის გვინდა, რომ ყველაფერი ჩატარდეს რეფერენდუმით და კონკრეტულად ზოგად სიტყვებს კი არის ეს ხალხის ნებაა და აი მე მაქვს აგრე რეფერენდუმის შედეგი და როცა მიხვალ რაღაცის მოსათხოვნა, თუნდა თხოვ, აი ძმაო, მე მარტო არა ვარ, ჩემს უკან დგას ხალხის გადაწყვეტილება. აი მის თქმა მინდოდა მეგობრებო და რა ვიცი, მგონი ცუდი რაღაცა არა ვთქვი და უბრალოდ მე ვინაიდან მიყვარ ჩემი ხალხი, ჩემი საზოგადოება, სადაც გავიზარდე და როცა ვხედავ ამდენი ასთა სხვადასხვაობა, ამდენი არ მინდა ამ სიტყვის თქვა, ზიზღი, გაუტანლობა, გავაკეთოთ ესა და всё. და ეხლა თუ იმას არ შეასრულებ, მაშინ ბოდიში და უკვე სხვანაირად მოგეთხოვება კანონით, იმით და ყოველ შემთხვევაში ყოველი კონფლიქტი იწყება უსამართლობიდან, ხო? და უსამართლობის შეგრძნება არ იქნება. მე მგონია ქვეყნის ეს ერთადერთი გზა. რა ვიცი, როგორ წავა, როგორ გავცედება, არ ვიცი. დანარჩენი ახლა მე რა ვიცი, ჩვენი გზა გვაქვს, ჩემებური გზა. მე ხვალ ზეგ უკვე გავიმგზავრები ამერიკაში და უკვე იქიდან გასტერბაიდერის აზროვნებით დაგიკავშირდებით. მე მივდივარ, მაგრამ არასად არ მივდივარ, წინა ვიდეოში ვთქვი. ძალიან მარტივი, აიღე ბილეთს უცბად, შეიძლება თქვა გოში და ბათუმში თუ მიხვალ 2 საათში, იქიდან აქ 10 საათი გინდა. მე ყოველთვის აქ ვარ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ქვეყანა, ეს არის ჩემი ხალხი, ისე ფიქრობს თუ ასე ფიქრობს ჩემია და ეხლა მაშინ სულელი უნდა იყო რომ შენ თავს და
შენ ასე ვთქვათ, შენ თავს გაუკეთო ცუდი. კარგით, აბა გემშვიდობებით მეგობრებო და იმედია შევხვდებით უფრო საინტერესო ვიდეოებში და რაც თავი უფალი იყო ჩვენთან და ჩვენ ვიყოთ უფალთან და დანარჩენი ყველაფერი ასე იქნება. კარგად.